ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავის სანადირო თოფით მოიკლა. 44 წლის პიროვნება სჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 იუნის დაახლოებით 23 საათზე მოხდა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო. ისინი 44 წლის მამაკაცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მდინარე იქიდან დაზაფრული მდგომარეობა საქართველოში და არ არის სიტუაცია ესეთი, იყვნენ ცოტა ხნით განშორებულები ოჯახი რა ერთმანეთის მხრიდან და რო ჩამოვიდნენ, დაბრუნდა ოჯახში მეუღლე ყველაფერი რამე მოხდა. გაუგებრობა ცოტა უდენი და შელაპარაკდნენ. ამასთან დაკავშირებით ნაცვლად მდგომარეობაზე გადაწყვიტეს ყველაფერი. დანარჩენი ისეთი არაფერი არ არის, რომ დანარჩენზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია და ყველაფერი პასუხს ალბათ და ძალიან კარგი ბიჭი იყო ფიზიკურათაც და ისეთ საქციელთა ქმედებით. ბევრჯერ მოგხმარა გზების გასწორებაზე, მოხშვეთის სამუშაოებზე, თვითონ ფიზიკურათაც და ბუნებითაც ძალიან კარგი პიროვნება იყო. მაგრამ ეს რა მოხდა, ეს გაუგებარია ჯერჯერობით ჩვენთვის და გაუცებულები გვაქვს მაგის მიმართ, რომ რატომ მოხდა ესეთ რაღაცა. როგორ გგონიათ რა შეიძლება მიიყვანოთ თვითმკვლელობამდე? ეს ახლა კრიმინალური პოლიცია მუშაობს თვითმკვლელობამდე, მე წამოვიდგენთ თუ პიროვნება მივიდოდა თვითმკვლელობამდე. ეს ისეთი ძლიერი ფიზიკურათაც ძლიერი ბიჭი იყო და მორალურათაც კარგი ბიჭი იყო და ესეთი თვითმკვლელობამდე რა მიიყვან ეს უკვე ჩვენ იმაში ვერ გავიგეთ ეს.